ბინადრობის მოწმობების, ანუ ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის პრობლემა ოკუპირებული გალის მოსახლეობისათვის რუბრიკაში კვირის თემა. ოკუპირებულ აფხაზეთში გალის მოსახლეობისთვის ეგრეთ წოდებული ბინადრობის უფლების მინიჭება და პასპორტიზაციის საკითხი კვლავ მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ცნობილია, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ძველი ეგრეთ წოდებული პასპორტების შესაცვლად მოსახლეობას ვადა 2018 წლის ბოლომდე მისცა. ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრემიერმა ბესლან არშბამ მაისში განაცხადა, რომ პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებით ვადები უკვე აღარ შეიცვლება. ამას წინ უსწრებდა დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული ეგრეთ წოდებული კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში მცხოვრები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეობის არ მქონე პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. მოგვიანებით უკვე მიმდინარე წლის აპრილში ეგრეთ წოდებულ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც დროებითი ბინადრობის მოწმობა მიენიჭება მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეობა და წლების განმავლობაში სამართლებრივი სტატუსის არ ქონის მიზეზით ეკრძალებოდათ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგაც გაურკვეველია თუ რა უფლებებით ისარგებლებს ეგრეთ წოდებული ბინადრობის მოწმობის მფლობელი და მოსახლეობა ამ საკითხზე არაა ინფორმირებული. ამ მიზეზით ოკუპირებულ გალის რაიონს სოფელ ნაბაკევში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც 500-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებული ბინადრობის მოწმობის გაუქმებას, დაბალ ზონაში ჩაკეტილი გადასასვლელების გახსნას და სასოფლო სამეურნეო გადასახადების შემცირებას ითხოვდნენ. ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან ჩავიდნენ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. აქციაზე ეგრეთ წოდებული მილიციაც იყო მობილიზებული, ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი ეგრეთ წოდებული სპეცრაზმელები აკონტროლებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით თავდაპირველად საპროტესტო აქცია სოხუმში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ნაბაკევში გაიმართა და მალევე დასრულდა გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას თხოვნით, რომელიც იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა. ნადარაია შეპირდა ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას, უფრო მეტიც ივლისიდან ხურჩან ნაბაკევის გადასასვლელის გახსნის პირობაც დადო. ადგილზე მისული ეგრეთ წოდებული პარლამენტარებიც აქციის მონაწილეებს უმოკლეს ვადებში წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, რაც მოსახლეობას არ ჯერა, აცხადებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები. ექსპერტები ამბობენ, რომ გალელების მხრიდან პროტესტის სამართლიანი გულისწყრომის შედეგია. გალში დაიწყო ახალი პროცესი, რომელიც აფხაზეთში ერთხელ უკვე გავიარეთ, ამას ჰქვია დე-ქართველიზაცია. ირაკლი ცქიტიშვილის განმარტებით გალის რაიონის მოსახლეობის უფლებები ხაჯიმბას მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო შეიზღუდა. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეები არა რუსეთის მოქალაქეობას ითხოვდნენ, როგორც ამას აფხაზური პრესა წერდა და არც იმ კრემლის სქემის მომხრენი არიან, რასაც გალის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობა სთავაზობს ადგილობრივებს, არამედ როგორც ექსპერტი განმარტავს, გალის მოსახლეობა გადაადგილებისთვის ელემენტარული საბუთების მოწესრიგებას ითხოვს. ეს პრობლემები აქტუალურია მას შემდეგ, რაც მოვიდა ხაჯიმბა და ჩამოართვა ფაქტიურად გალის მოსახლეობას პასპორტები იმისათვის, რომ შეეზღუდა მათი უფლებები, მიიღონ მონაწილეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მოეხდინათ მასზე გავლენა. და ეს პრობლემა დღემდე გადაუწყვეტელია, თვითონ აფხაზები ხშირად გამოხატავენ შეშფოთებას იმის გამო, რომ გალის მოსახლეობა, რომელიც ფაქტიურად არის აფხაზეთის მოსახლეობა, არის გარიყული იმ აფხაზური საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრციდან, რომელიც არის შექმნილი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ამას წინაშე შესთავაზა ქართველებს ასეთი სქემა, რომ მათ უარი უნდა თქვან, ესე იგი, საქართველოს მოქალაქეობაზე, რომ აიღონ რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც შემდეგ მათ გაუადვილებს მიიღონ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეობა. ამ სქემის ამოქმედება უნდა ძირითადად აფხაზურ მხარეს და აი ყველა ამ პროცესებიდან სწორედ აქეთკენ ცდილობს გამოსავალი მოძებნოს. რეალურად კი იქაურ მოსახლეობას უნდა ისეთი რამე დოკუმენტი, რაც მათ არ შეუზღუდავს მოძრაობას ენგურის ხიდზე. ეს არის როგორც ეკონომიკური საკითხები, ეს არის როგორც ჰუმანიტარული სწავლა განათლება ბავშვების. ეს არის მათთვის პირველი საზრუნავი დღეისათვის.
ქალში მცხოვრები ქართველების მიერ ნაბაკევში გამართულ აქციას გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით, არსებული პრობლემების შესახებ მისთვის კარგადაა ცნობილი, ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათი გულისწყობაც ბუნებრივია. როცა არ გვაქვს ამოსუნთქვის საშუალება, იძულებული ხარ რადიკალურ ზომებს მიმართო და ეს გააპროტესტო. ყოლბაიას განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ქართული დელეგაციის წევრებმა მცლად ისაუბრეს ამ პრობლემებზე და საქმის კურსში ჩააყენეს შეხვედრის მონაწილეები. გალის ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციაში არარეალურად და სასაცილოდ აფასებენ მოვლენებს. დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნაბაკევში მიტინგი არ ყოფილა და ეს იყო მოსახლეობის შეკრება, სადაც ადგილობრივებს დეპუტატებთან გასაუბრება სურდათ. საკითხი რაც დაისვა იყო ის, რომ ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 9, რომელსაც მოქმედების ვადა ამოეწურა, გახანგრძლივდეს, აცხადებს გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ასტამურ ასლანძია. აფხაზური მხარე კიდევ უფრო განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდა ამ მოთხოვნისა, თითქოს მოსახლეობამ დააყენა საკითხი ეგრეთ წოდებული ბინადრობის დროებითი მოწვევების გაცემის დაჩქარებაზე. ოკუპირებული გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციაში ამტკიცებენ იმასაც, რომ რაიონში ჯერ არც ერთი ბინადრობის მოწმობა არ გაცემულა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია ბინადრობის მოწვევების გაცემის პროცესის გაჭიანურების მიზეზად აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ასთა სხვადასხვაობას ასახელებს. უფრო მეტიც მისივე განმარტებით, აფხაზურ საზოგადოებაში არის გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ გალში მიმდინარე პროცესები მხოლოდ და მხოლოდ კრემლის წისქვილზე ასხამწყალს და ამით აფხაზური მხარე ვერაფერს იგებს. ჯემალ გამახარია ეგრეთ წოდებული ბინადრობის მოწმობების გაცემას უუფლებობის დაკანონებას უწოდებს. არავინ არ იცის ზუსტად რა უფლებებით ისარგებლებენ ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ ეგრეთ წოდებულ ბინადრობის უფლებას მიიღებენ. ამან გამოიწვია სწორედ ის აქცია, რომელიც ნაბაკევში ჩატარდა. ადამიანებს არ ჭირდებათ ეს რაღაც გაურკვეველი ბინადრობის უფლება. ისინი საუკუნეებით ცხოვრობენ ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში და ითხოვენ იმას, რომ ისინი იყვნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ. ბინადრობის უფლება, აი ამ საბუთის გაცემა, ეს აკანონებს ამ ადამიანების უფლებობას, აკანონებს იმ დისკრიმინაციას, რომელიც მეოთხედი საუკუნეა გრძელდება ამ ტერიტორიაზე. ეს არის სუფთა დისკრიმინაციული კანონი, სრულად ჩამორთმევა ყოველგვარი უფლების, გარდა იმისა, რომ იცხოვრო იქ და იმუშაო და მერე კიდევ ეს შენი მუშაობის ნაყოფი კიდევ ვისი საკუთრება გახდება, კაცმა არ იცის. ასე რომ ამ უფლებებით იქ ადამიანების ცხოვრება არის შეუძლებელი და ზუსტად ეს უნდა საოკუპაციო ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები ან მონება ტყავდეთ იქ, ან ამ ადამიანებმა დატოვონ ეს ტერიტორია. აი ორიდან ერთი ამ არჩევანის წინაშე აყენებენ. მაგრამ მე არ ამგონია, რომ ეს დაუშვას საერთაშორისო საზოგადოებამ. ამის თაობაზე ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ კიდევ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამის თაობაზე იცოდეს ყველამ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გახდება სპეციალური განხილვის საგანი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და უნდა გახდეს კიდევაც რაც შეიძლება მალე, რომ თელმა მსოფლიომ გაიგოს, რაც ჩადის ოკუპანტი ამ ტერიტორიაზე. ასეთი რამ დედამიწის ზურგზე არსად არ ხდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ალბათ აი ამ პუტინის რეჟიმის პირობებში. გეტოებში ბევრად უფრო მეტი უფლებები ჰქონდათ ადამიანებს, ვიდრე დღეს გალის რაიონის მოსახლეობას. და აი ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ფაშისტური გეტოები დააბრუნა და საკონცენტრაციო ბანაკები დააბრუნა დღეს რუსეთმა აფხაზეთში გალის რაიონში. რუსეთს საერთოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე არც ქართველები ჭირდება და არც მაინც და მაინც აფხაზები ჭირდება. აფხაზები მხოლოდ იმიტომ ჭირდება დღეს, რომ მათი მეშვეობით და მათი სახელით განდევნოს იქიდან ქართველობა. განდევნის რა იქიდან სრულად ქართველობას, მერე დადგება აფხაზების ჯერი. მას აფხაზები არ ჭირდება, ტერიტორია ჭირდება მხოლოდ და ამ ტერიტორიას თუ აფხაზები ინარჩუნებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს ქართველების წყალობით და ქართველი თუ იქიდან საბოლოოდ ამოიკვეთავს ფეხს, ჯერი მიდგება აფხაზზე და ამას ერთი ხელის მოსმით გააკეთებენ რუსები.